ეს სამთავრობო ცვლილებები, რაც ვნახეთ ბოლო ცვლილებები დინარაძესთან დაკავშირებით, ერთადერთ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები არის მოშლილი. არა მხოლოდ მორყეული, რასაც ვამბობთ, უკვე მოშლილი და რატომ? არ შეიძლება ჯერ ადამიანს ნიშნავდე ისეთ თანამდებობაზე, რომელიც უბრალოდ არ არსებობს და აი სექტემბერში რომ დაიწყება საშემოდგომო სესია, იქ მივიღებთ კანონს და მამუკამ დინარაძისთვის შევქმნით თანამდებობას, რომელზეც ის დაინიშნება შემდეგ და მანამდე იქნება ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრი. აი ამას რეგიონული განვითარება. ხო, რეგიონული განვითარების უკაცრავად. ამას ქვია მხოლოდ ერთადერთი რამ. ეს არის მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც პრემიერ-მინისტრი, როდესაც არ ინტერესდება იმით, თუ რა წერია კანონში. ნახეთ, სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ესე, რომ არსებობს გარკვეული პოზიციები, რაც სახელმწიფოს ესაჭიროება, ეს მინისტრი იქნება, ეს სახელმწიფო მინისტრი იქნება, უპორტფელო იქნება თუ ასე შემდეგ და შესაბამისი პირები უნდა იკავდნენ ამ თანამდებობას. ჩვენ შემთხვევაში ასაკეთებენ პირიქით. აი მამუკა იქ ვეღარ იქნება, სადღაც უნდა გადავიყვანოთ. ეხლა ზაფხულია, აგვისტო იწყება და დეპუტატებს ხო არ გამოვიყვანთ შვებულებიდან. მოდი რა, სექტემბერში გავაკეთოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები და მანამდე აქ რაღაც ერთ-ერთ სამინისტრო გამოთავისუფლდა და ის ჩავაბაროთ. ეს არის კატასტროფა. ეს არ არის არც ნორმალური, არც რაღაცა საფუძველი ამ ყველაფერში მორყეული, თუმცა ეს ქართული ოცნებიდან ხარ არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს თქვენი აზრით შიდა საკითხია, რასაც შეიძლება ასე არასაჯაროობის გამო ჩვენ ვერ ამოვხსნით, თუ ჩანს თქვენი აზრით ზედაპირზე რატომ მოხდა ისე როგორც მოხდა? ჩემი აზრით ამის რაღაც სიღრმეებში შესვლა არც არის დიდად მნიშვნელოვანი და საინტერესო იმ კუთხით, რომ თავარი რაც ზედაპირზე ჩანს არის ის, რომ ადამიანებს არაფრად არ უღირთ, არც წესი, არც კანონი, არც რაღაცა ელემენტარული ტრადიცია თუნდაც პოლიტიკური ამ ქვეყანაში, როდესაც რაღაც ჩათვლიანო ერთი ადგილიდან მეორეშია გადასაყვანი, ისე რომ რაღაც არც თანამდებობას უცვლიან დიდწილად. ხომ? ამას აკეთებენ ისე თითქოს რაღაც თავიანთი ის კომპანია, თავიანთ კომპანიაშიც კი მოუწევდათ მათ რაღაც წესების დამორჩილება, აი ელემენტარულ შეპესეში და შეპესეზე ნაკლებად უყურებენ ისინი ამ სახელმწიფო მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტი ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოსი მთელ სოფლიოში. აი ამ ადამიანებს, რომელთაც რაღაც იურისტები ქვიათ, ხო? ირაკლი კობახიძეს ქვია კონსტიტუციონალისტი. ადამიანი, რომელსაც თავის თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს და სახელმწიფო მოწყობას ექცევა აი ასე, რომ ჯერ არ არსებობს თანამდებობა და მასზე ვნიშნავ ერთი თვით ადრე მამუკამ დინარაძეს, იმიტომ რომ კაი ადამიანია და აქ თურმე გენერალმა დინარაძემ მოახერხა და ძალოვანი სტრუქტურები რაღაც აჟურში მოიყვანა, როგორც ძლიერმა ხელმა, ესეც რას ნიშნავდა არ ვიცით, რომ როგორ შეიძლება დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც მაგალითად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყოლოდა კოორდინატორი თავრობიდან. ანუ ესეც მოშლას ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურების. ამის გაგრძელება უბრალოდ მეტი რაღაც საინტერესო. სხვათა შორის იყო გამოხმაურება, რომ რეგიონების მიმართულებით ახალი თანამდებობის გაჩენა პირიქით მიანიშნებს, რომ ეს მიმართულება ჩვენთვის არის ფუნდამენტური და მაგალითად არჩილ ბერიძეს დეპუტატს ჰქონდა ასეთი შეფასება, რომ ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკამ დინარაძის გადაყვანა ამ თანამდებობაზე აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ. ნამდვილად არ არის ესე და მით უმეტეს ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამას ვერავინ ვერ ეტყვის, რომ რეგიონების მიმართ გვაქვს რაიმე ესეთი არასწორი დამოკიდებულება პირიქით. ასე წარმოაჩინეთ, რა თქვენ ასე უყურებთ მდინარაძის გადაადგილებებს, ქართული ოცნებისთვის ეს ქილიკია რეგიონების საკითხების. რეგიონებისთვის დაცინვა არის ის, როდესაც ჯერ არ გახსნილი ხიდი წაიქცა სამტრედია გრიგოლეთის გზაზე დაახლოებით 30-დან 40 მილიონამდე დაჯდა ეს ხიდი. ისე წაიქცა, რომ დღემდე არ ვიცით რა მოუვიდა, როგორ მოხდა, ერთადერთი განმარტება რაც მოვისმინეთ იყო ის, რომ თურმე რიონი დიდდება ხოლმე. და ეს არ იცოდა ხელისუფლება, მოკლედ ვინმესთვის რომ მეკითხათ იქ რომელიმე ადგილობრივი მოსახლისთვის ეტყოდა ნებისმიერი ამას, რომ რიონი შეიძლება ადიდეს. თან იქვე გვერდით დგას რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული ხიდი. აი ესეთი ხიდი წაიქცა, რომელიც ჯერ არც იყო გახსნილი. აი ესეთი დამოკიდებულება არის დაცინვა რეგიონების მიმართ. რეგიონების მიმართ დაცინვა არის ის, როდესაც 100,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველს უკვე შეუწყვეტეს სოცდახმარება და დღეს ვნახეთ ადამიანი, რომელიც აი გულის ტკივილით ამბობდა, რომ მუშაობს მძიმე შრომით არის დაკავებული, თუმცა მას არ ყოფნის ის ხელფასი, რაც აქვს და წამლებისთვის სჭირდებოდა სოცდახმარება. აი მათ მოუხსნეს სოციალური დახმარება. რეგიონებისთვის დაცინვა არის ის, რომ დღევანდელი სტატისტიკით 100,000-ზე მეტი ადამიანი ივნისში 100,000-ზე მეტმა ადამიანმა ივნისში მიიღო 600 ლარიან ნაკლები ხელფასი და მათი უდიდესი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში. როგორ შეიძლება ამ ინფლაციის
ფონზე ადამიანმა 600 ლარად გაიტანოს თავი. ეს არის შეუძლებელი. ხო, ეს არის იმის ფონზე, როდესაც ქართული ოცნების ჩინოვნიკები იზრდიან ხელფასებს და დეპუტატების ხელფასი 12 და 15000 ლარი გახდა და 600 ლარი არის დეპუტატის დღენახევრის ხელფასი. აი ეხლა აგვისტოში არაფრის კეთებაში რომ გააკეთებენ დღენახევარში, აი ის ხელფასი აიღო 110.000-ზე მეტმა ადამიანმა ივნისში ერთი თვის განმავლობაში. ბუნებრივია ამ მდგომარეობას და ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, თუმცა ოპოზიციურ პარტიას რა შეთავაზება გაქვთ, როცა ამ ადამიანების ასეთ პრობლემებს ისმენთ? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვქონდა ერთი თვისი და ეს გავაჟღერეთ. ნებისმიერი ძლიერი ქვეყნისთვის, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნისთვის საფუძველი არის საშუალო და მცირე ბიზნესი. დღეს ამ ქვეყანაში თუ ვინმეს უჭირს ყველაზე მეტად, არის საშუალო და მცირე ბიზნესი. ჩვენ ვთქვით კონკრეტული შეთავაზება, რომ DGG ზღვარი, რომელიც არის 100.000 ლარი და დადგენილია 2005 წელს, გავზარდოთ 500.000 ლარამდე, თუნდაც ეტაპობრივად. ეს მისცემდა შესაძლებლობას მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ ამოესუნთქა 100.000 ლარი 2005 წელს იყო ძალიან დიდი თანხა. დღეს ეს 100.000 ლარი ბრუნვასთან ბრუნვიდან ითვლება DGG ზღვარი, ხო? არის ძალიან მცირე. და გავზარდოთ ეტაპობრივად მაინც, ხო 500.000 ლარი იქნება ის ზღვარი, რაც 2005 წელს იყო 100.000. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის ქონების გადასახადი. ქონების გადასახადის ზღვარიც ასევე 20 წლის წინ დადგინდა 40.000 ლარი და ეს არის ოჯახის შემთხვევაში ითვლება შემოსავლიდან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს 100.000 ლარამდე და იცით 2005 წელს ეს როგორ დადგინდა 40.000 ლარიანი ზღვარი, აღებული იქნა მოდელად პარლამენტარის ერთი თვის ხელფასი და პარლამენტარს მოწეოდა ქონების გადასახადი, აი ის ზღვარი აიღეს. დღეს, როდესაც პარლამენტარის ხელფასი ავიდა 15.000 ლარამდე, 12, 10 და 15.000 ლარი აქვს ხელფასი. ხო, ქონების გადასახადი დატოვეს ისე 40.000 ლარზე და ლამის ყოველი მესამე ავსებს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ 1500 ლარი ვისაც აქვს, თქვა ცოლ-ქმარს ხელფასი უწევთ ქონების გადასახადად, ჩვენ ვნახავთ შემოდგომაზე რამდენს უწევს, ხო? ანუ საუბრობთ გზებზე, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას ერთი მიმართულებით გაუმჯობესებდა. საგადასახადო შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე კარგი დამსაქმებელი, გულისხმობ იმას, რომ მოქნილი დამსაქმებელი არის საშუალო და მცირე ბიზნესი და მას თუ არ მივეცით საგადასახადო შეღავათები. უბრალოდ მიცით რა კითხვა მაქვს მე, როცა საუბრობთ მაგალითად, კი ბატონო, მცირე და საშუალო ბიზნესზე გასაგებია, მაგრამ როცა თქვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც მძიმე ყოფა უწევთ, ყოფა აქვთ, სოციალური დახმარება მოუხსნეს ან არ ყოფნით რაც აქვთ, აი ამ ადამიანებისთვის ახერხებთ თუ არა თქვენი სათქმელის მიტანას. რამდენად აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ თქვენი წილი პასუხისმგებლობა გაქვთ, რომ შეთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით. ამაში რამდენად ეფექტურია? აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ გახსოვთ, რომ 2 წლის წინ წინა საარჩევნოდ ჰქონდა დაპირებად 1000 ლარიანი პენსია და მაშინ ძალიან ბევრმა ამაზე ხმაურიანი იყო საკმაოდ. ძალიან ბევრი ქილიკობდა ამ საკითხზე, რომ შეუძლებელია, რომ 1000 ლარი იყოს პენსია 4 წლის განმავლობაში. აი პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ რომ 2024 წელს ხელისუფლებაში მოსულიყავით, დღეს პენსია იქნებოდა 600-დან 700 ლარამდე და როგორ? მაშინაც ვამბობდით რამდენიმე ფაქტორს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო კორუფცია და კორუფციის აღმოფხვრა. და ხო ვნახეთ ამ ქვეყანაში თუმე რა კორუფცია ყოფილა. რამდენიმე ჩინოვნიკიდან ამოიღეს ოქროს ზოდები, უამრავი თანხა, სახლები დაუყადაღეს ათეულობით და ჩამოართვეს სხვადასხვა თანამდებობის პირებს. ეს საუბარია რა ერთეულ შემთხვევებზე კორუფციის უდიდეს თანხებს იპარავენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები და მათთან დაკავშირებული პირები უდიდეს თანხებს პარავენ ამ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს. აი კობახიძე იყო დღეს სხვათა შორის საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფუძნების დღესთან დაკავშირებით და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მანტია აქვს მას რამდენიმე თვეა განსაკუთრებით მორგებული და ესე საუბრობს. არა, გარკვეულწილად ხომ აქვს. მოდი მივყვეთ ფაქტებს. საუბრობს, რომ აი მითხარით კორუფციული ფაქტები, სავარაუდო თუნდაც რაც შეიძლება და მე თქვენ გიპასუხებთ. აი თქვენი ეთერის საშუალებით მას ვეუბნები. Eagle Hills-ის პროექტი. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამბობს, რომ Eagle Hills-ის პროექტი, ეს არის შევახსენებ საზოგადოებას, კრწანისში არაბულ კომპანიას გადასცეს მცხეთის ზომის ტერიტორია, ისე რომ კონტრაქტი დღემდე არ აქვს ნანახი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აქ არის სავარაუდოდ ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო კორუფციული გარიგება. იმიტომ რომ
საჯაროდ გვეუბნებიან, რომ 6 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა შემოვიდეს, 1 ლარის ინვესტირება ჯერ ვერ ვნახეთ, ამას ვერც ვნახავთ. მე ამის მჯერა. თუ ჩვენ ამას ვამბობთ არასწორს. მე მგონი საუბარი იყო, რომ რაღაც პერიოდზეა გათვლილი ამ პროექტის. დეველოპერული გარიგება აქვს სავარაუდოდ, ანუ გადასცეს ქონება და მან უნდა დაიწყოს მშენებლობა და ბინების გაყიდვიდან მიღებულ თანხას გვასაღებენ ინვესტირებად. ეგ არ არის ინვესტირება. აი ვეუბნები ირაკლი კობახიძეს, ხო გვპირდებიან 6 მილიარდის ინვესტირებას აი ამ Eagle Hills-ის პროექტში. გვაჩვენეთ ეს კონტრაქტი. მთელი რუსული კანონი ხო მიიღეს გამჭირვალეობას, რატო უპირისპირდებით. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჩემთვის ან ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხარჯები ვიცოდეთ თუ მცხეთის ზომის ტერიტორია რატო გადაეცა არაბულ კომპანიას და რა კონტრაქტით გადაეცა. გაასაჯაროვეთ ეს კონტრაქტი. აი ვეუბნები ირაკლი კობახიძეს, გაასაჯაროვოს Eagle Hills-თან დადებული კონტრაქტი და თუ იქ არ არის კორუფციული გარიგება, მოვიხდით ბოდიშს, მაგრამ ამას არ გააკეთებენ, იმიტომ რომ უდიდესი რისკი და ალბათობის უმაღლესი ხარისხით გეუბნებით, რომ ეს კონტრაქტი იყო უპრეცედენტო ამ ქვეყანაში თავისი კორუფციული რისკებით. ამიტომ არ გამოუვა ირაკლი კობახიძეს იძახოს, რომ რაღაც კორუფციასთან მებრძოლია. ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში, როდესაც ვამბობდით, რომ ელიტური კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია უნდა შექმნილიყო, სწორედ ირაკლი კობახიძე იყო მოთავე იმის, რომ კონსტიტუციის დარღვევით არ შექმნილიყო პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიები. რატომ აფარებდა ხელს მაშინ ღარიბაშვილს, კორუმპირებულ ღარიბაშვილს, კორუმპირებულ ლილუაშვილს, კორუმპირებულ ბურჭულაძეს? რატო აფარებდა მათ ხელს? და ეხა გამოდის და გვეუბნება, რომ თითქოს ის არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი იყო მაშინ და კონსტიტუციას არღვევდა იმის გამო, რომ ჩვენ ოპოზიციას არ შეგვექმნა საგამოძიებო კომისია და ეს კორუფციული აღრიცხვის ფაქტები არ გამოგვეტანა სააშკაროზე. ამაში პასუხი მოგვისმენია მისი მხრიდან, რომ Deep State-ი გვებრძოდა ამ წლების განმავლობაში უკრაინაში ომის დროს და ამის შემდგომ ვერ მოხდა, ასე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა ასეთ თემებზე მაშინვე. კარგი. მოკლედ ხო აი ახლა ვეძებდი კობახიძის პასუხს Eagle Hills-თან დაკავშირებითაც ასევე ამბობდა, რომ კომერციული შეთანხმება თავისი შინაარსით ექვემდებარება გასაიდუმლოებასო და მიზეზი რის გამოც არ იყო გასაჯაროებული ეს დოკუმენტი. ხო, კომერციული ძალიან მოკლედ როდესაც ხალხის სახელით იდება გარიგება და როდესაც მცხეთის ზომის ტერიტორიას გადასცემ, იქ არ შეიძლება მოიმიზეზო კომერციული საიდუმლოება. თუ არ არის რაღაცა სავაჭრო გარიგება და კონკრეტულად ხო ვერ გაიგებს იმ ფასს. რა თქმა უნდა, ეგ არის უბრალოდ მომიზეზება და გაასაჯაროოს თუ არ არის კორუფცია, მოვიხდი ბოდიშს. მადლობა თორნიკე ართქმელაძეს.